ორგანიზაციას საშუალებას იმისას, რომ რაღაც ჩვენ შევიტანოთ წვლილი ამ დასაქმებაში და ჩვენც გამოვიყენებთ აუცილებლად. კურორტი გომისთა სახალხო დღესასწაულს გომისთობა 2012 მასპინძლობს დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო დოღი, ფეხბურთსა და მკლავჭიში გაიმართა შეჯიბრი და ეს ყველაფერი კონცერტით დასრულდა. გომისთობა წელს მესამედ გაიმართა და მისი მიზანია გურიის რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია. კურორტს დღეს სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს, რაც ბუნებრივია ტურისტების რაოდენობაზეც აისახება. დღევანდელ სახალხო დღესასწაულს რეგიონალური განვითარების მინისტრი ესწრებოდა რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში დაიწყება გომისთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, რაც ხელს შეუწყობს კურორტის შემდგომ განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. უამრავი ადამიანი აქ ამოსული, ჩვენ გზის საკითხი მოვაგვარეთ, გზის პრობლემა ზოგადად აქ არ არსებობს. აქ იქნება კომუნიკაციური საკითხები და ყველა ის ნაგებობა და ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც განსახორციელებელი იქნება, აუცილებლად განხორციელდება მომდევნო წლისთვის, მომდევნო გომის თობისთვის. ბახმაროში დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუშაობს 200 კაცზე მეტი 24 საათის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ეს 200 კაცი დასაქმებული იყოს ამ კურორტის მშენებლობაზეც. წელს ხედავთ, რომ უკვე ბევრი ადამიანი არის ამოსული. შესაბამისად ეს გზის რეაბილიტაციის სამუშაოება საშუალება მისცა მოსახლეობას, რომ უფრო მეტი ამოსულიყო. ჩვენ გეგმავთ, რომ მომავალშიც ინფრასტრუქტურული სამუშაოები განვითარდეს. დახბირდნენ დენი სასტუმრო ყველაფერი ინსტრუქტორი და ალბათ იქნება მეგონია აუცილებლად იმედი გვაქვს. რომ გაამართლებს ჩვენი ლაბარაკი, მათი ლაბარაკი არ გამოსულა და საზოგადოებაში რა თქმა ალბათ ეს იქნება დიდი მადლობა მომზადებისათვის და კეთილსინდისათვის.